მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო ზოგადად კაპიტალისტური სისტემის, ანუ უფრო სწორედ მოდი ესე დავარქვათ ლიბერალიზმის კრიზისი. საქმე იმაშია, რომ კაპიტალიზმის კრიზისს წინასწარმეტყველებდნენ უკვე 80-იან წლებში. 1997 წელს მოხდა ეგრეთ წოდებული შავი პარასკევი, ჯონ ჯონსის ინდექსი დაეცა 22%-ით. ამის შემდეგ დასავლურ სამყაროში დაიწყო სერიოზული ეკონომიკური კრიზისი. ავსტრალიაში ამ კრიზისის შედეგად 51% მიაღწია, დავარდა ვალუტა, ესე ვთქვა, დავარდა ფასები. კანადამ დაკარგა თავის ეკონომიკის 22%, ჰონგ-კონგმა 45%, ბრიტანეთმა 26% და თითქოს დასავლეთს ძალიან ცუდი დღეები ელოდა წინ. მაგრამ ამ პროცესის დროს მარტო ეკონომიკური პროცესი, რა თქმა უნდა, არ არის მთავარი, თუ პოლიტიკური ელიტების კრიზისი გავს ქვეყანაში და შენი პოლიტიკური ელიტები ვერ აღიქვავენ რეალობას, ისინი ამ კრიზისებს ვერ გამოიყენებენ, პირიქით შეიძლება მოხდეს კიდეც. თვითონ უფრო მძიმე დღეში ჩავარდნენ, ჩააგდონ ქვეყანა და სხვებმა გამოიყენონ ეს. ესეც მოხდა საბჭოთა კავშირში, ამ დროს იყო გორბაჩოვი, ამ დროს იყო დაწყებული პერესტროიკა, რამაც მიიყვანა საბჭოთა სისტემა კრიზისამდე. ამ კრიზისის შემდეგ ეს ჯონ ჯონსის ინდექსის დაცემის შემდეგ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ამოიქაჩა სწორედ იმით, რომ დასავლეთი შევიდა ძალიან დიდ ბაზარში, დაიწყო პრაქტიკულად ძარცვა აღმოსავლური სოციალისტური ბანაკის, 40,000 ქარხანა დაიხურა, გაიყიდა ნაწილებად, მილიონობით ტვინი დაიწყო, იქნებოდა მეცნიერი, ფიზიკოსი, ხელოვანი და ასე შემდეგ, ანუ უმაღლესი კადრები წავიდა დასავლეთში, დასავლეთმა მიიღო უმაღლესი კადრები. შედაშორის პირველი შემთხვევა იყო, რითიც ამერიკის შეერთებული შტატების საკუთარი ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა გამოასწორა, ეს იყო ყოფილი მესამე რაიხის მეცნიერებისა და კადრების მოზიდვა საკუთარ პროგრამებში და ამის შედეგად დაიწყო დასავლეთისთვის ოქროს ხანა. ამ პროცესის შემდეგ იწერება 90-იანების დასაწყისში, ფუკუიამა წერს ისტორიის დასასრულს და უკანასკნელ ადამიანს, სადაც ის საუბრობს, რომ მორჩა ისტორია როგორც იდეური დაპირისპირება აღარ იქნება, გათავდა, ლიბერალურმა დემოკრატიამ გაიმარჯვა საბოლოოდ, აწი შეიძლება იყოს კონფლიქტები, მაგრამ მას უკვე აღარ ექნება იდეოლოგიური ხასიათი. ხო, ის რო შეცდა ფუკუიამა თვითონაც აღიარა, 98 წელს მან დაწერა უკვე რომ ის შეცდა და ლიბერალურ დემოკრატიას გამოუჩნდა ალტერნატივა, ესა ისლამური სამყარო, ისლამური ფუნდამენტალიზმის სახით. ხომ მე ამჯერა რომ ისლამური ფუნდამენტალიზმი რამენაირად შეიძლება იყოს ლიბერალური დემოკრატიის რაღაც გლობალური ალტერნატივა, შეიძლება რაღაც რეგიონალური ან რაღაც ცივილიზაციური ალტერნატივა იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება გლობალური ალტერნატივა. მოკლედ დაიწყო ოქროს ხანა. ლიბერალიზმისთვის, ვაშინგტონის კონსენსუსი შედეგად გადაწყდა, რომ ნეოლიბერალური მოდელი ხელისუფლებაში დამკვიდრდებოდა, თავისუფალი ბაზრის პრინციპები იქნებოდა ჰეგემონური, რაც გამოიწვევდა ყველასთვის კეთილდღეობის გაზრდას, ყველგან დემოკრატია დამყარდებოდა, თავისუფლებები იქნებოდა საზოგადოებას და ძველი ეს ავტოკრატიული გადმონაშთები წარსულს ჩაბარდებოდა. მართლაც 90-იანი წლები ესე ჩანდა. და 90-იან წლებში ვერც კი იფიქრებდი, რომ რამე შეიძლება ქონოდა პრობლემა ამ კონცეფციას, რამე შეიძლება
ჰქონოდა პრობლემა თვითონ ლიბერალიზმს. ლიბერალიზმი იყო ერთადერთი იდეოლოგიური პოლიტიკური ძალა, ლიბერალური დემოკრატია იყო ერთადერთი მოდელი, რომელსაც კაცობრიობა ბაძავდა. იყვნენ კი რამოდენიმე გამონაკლისი სახელმწიფოები, მაგრამ ეს როგორც გამონაკლისები იყვნენ. 10 წელი გავიდა, 90-იანი წლები ეს არის აბსოლუტურად ჰეგემონია ლიბერალიზმის და დაიწყო შემდეგი ახალი პერიოდი. ეს ახალი პერიოდი დაიწყო პრინციპში, მოდი ესე ვთქვათ, არა 2000 წლიდან, არამედ 2001 წლის 11 სექტემბრიდან. როდესაც ცათამბჯენზე, ტყუილ ცათამბჯენებზე განხორციელდა ტერორისტული აქტი, კიფრინავები ესე იგი დაიჯანხნენ და რაღაცნაირად სიმბოლურად თითქოს შეერყა რწმენა, რომ ამერიკას თავს არავინ არ ესხმის. ახალი რეალობა დადგა, ბუში უმცროსი, რომელიც მაშინ იყო პრეზიდენტი, გამოაცხადა ჯვაროსნული ომი ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. სააცილო ტერმინია ეს ბოროტების ღერძი, სადაც რამდენიმე სახელმწიფო შედიოდა, ეს იყო ერაყი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი. უნდა ითქვას, რომ მათ რა კავშირი აქვს, ის რამოდენიმე ხნის წინ, რამოდენიმე 10 წლეულის წინ ერაყსა და ირანს შორის მიმდინარეობდა ომი. და ისინი ერთად არ მოიაზრებოდნენ. მაგრამ შეიქმნა ეგეთი პოლიტიკური, ეგრე ესე ვთქვათ, დისკურსი, პოლიტიკური რაღაც ენა, სადაც არსებობდნენ დემოკრატიის მტრები. დაიწყო სამხედრო კამპანია ჯერ ავღანეთში, მათ შეძლეს თალიბანის დროებით, ესე იგი დამარცხება, მართლაც თალიბანმა რაღაც განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე დათმო ქაბული, დათმო მთელი რიგი ქალაქები კი იყვნენ, არსებობდნენ ისინი მთიან ესეთ ადგილებზე, მაგრამ მოკლედ ყველამ დაინახა, რომ ამერიკამ სწრაფად მოახდინა ერაყის ოკუპაცია. შემდეგ იყო უკვე მეორე დებულება, მეორე ეტაპი, ეს იყო ერაყზე თავდასხმა. რა არ მოიფიქრეს ერაყზე სადამ ხუსეინის წინააღმდეგ, სადამ ხუსეინი რო არ იყო რაღაცა კრავი და ანგელოზი, ყველამ ვიცით, ის საკმაოდ კათრი ხელით მართავდა ქვეყანას, აწყობდა რეპრესიებს, მაგრამ ამ ეტაპზე ახლა როდესაც ვუყურებთ ჩვენ თუ რა დღეში ჩავარდა ერაყი ამ პროცესების შემდეგ, ფაქტია, რომ რაღაც სტაბილურობის გარანტი მაინც იყო ეს ადამიანი და რაღაც სახელმწიფოებრიობას ინარჩუნებდა. როგორც მინიმუმ. მაგრამ რა მოხდა ამის შემდეგ? ერაყის ოკუპაციის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ სადამ ხუსეინის დატყვევება დამამცირებელი ფორმებით, შემდეგ ვიხილეთ მისი სასამართლო, ვიხილეთ ჩამოხრჩობა, ვიხილეთ დემოკრატიის ზეიმი. და თითქოს ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო. თან მინდა შეგახსენოთ, რომ ეს განხორციელდა მაშინ, რომ ეს ოპერაცია, როდესაც ძალიან ბევრი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი იყო, რუსეთი იყო და სხვადასხვა ესეთი ქვეყნები, ესე იგი ეწინააღმდეგებოდნენ და პრაქტიკულად ამერიკამ ვერ შეძლო გაეროს ედიქტით, ანუ გაეროს ედიქტით განახორციელებინა ეს სპეცოპერაცია, ან მოდი ესე ვთქვათ, სამხედრო კამპანია. და ეს იყო პრინციპში საერთაშორისო ნორმების დარღვევა. ის რაც მოხდა ერაყში, ამერიკამ დაარღვია საერთაშორისო ნორმები, ანუ მსოფლიო პოლიციელმა ის ნორმები დაარღვია, რომელიც პრინციპში თავისი გამოგონილი იყო რაღაც მხრივ. ხო და ეს ამასაც ჰქონდა თავის შედეგი, რა თქმა უნდა, ეს უშედეგოდ არ დამთავრებულა. დრო გადიოდა იმის მიუხედავად, რომ ეს ერაყი ოკუპაციაში იყო, წინააღმდეგობა პარტიზანული ომები მიმდინარეობდა, ქუჩურ პარტიზანული ომები, უამრავი ერაყელი იღუპებოდა, საუბარია სხვადასხვა მონაცემებით 2 მილიონიდან 2 მილიონამდე ადამიანზე, მშვიდობიან მოსახლეებზე, რომელიც დაიღუპა ამ პერიოდის განმავლობაში. და შედეგი იყო ის, რომ თითქოს თლად ისეთი ძლიერი არ იყო ამერიკის პოზიცია. ამის პარალელურად
რა თქმა უნდა დაიწყო ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი რევოლუციები, ჯერ ეს ხავერდოვანი რევოლუცია დაიწყო სერბეთში, ეგრეთ წოდებული ტრაქტორების რევოლუცია, შემდეგ ეს საქართველოში, ეგრეთ წოდებული გვარდების რევოლუცია, შემდეგ უკრაინაში ეს ნარინჯისფერი რევოლუცია, ყაზახეთში, ყირგიზეთში უფრო სწორედ ტიტების რევოლუცია, იყო მცდელობა ბელარუსიაში მომხდარიყო და რუსეთში, რა თქმა უნდა, როდესაც არ გახორციელდა. და საუბარი იყო რომ დემოკრატიის გავრცელებაზე. თუმცა აი ამ რევოლუციებმა და ამ ინტერვენციებმა აჩვენა ის, რომ დემოკრატია ვერ შედის, დემოკრატიის შეტანა ძალით ან რევოლუციებით არ ხდება. მეტიც ჩვენ მივიღეთ არა დემოკრატიული რეჟიმები, არამედ მივიღეთ ლიბერალური ავტოკრატიული რეჟიმები, სადაც ხორციელდება თავისუფალი ბაზრის ყველა პრინციპი, პრივატიზაცია ხორციელდება. ის რაც წესით დემოკრატიის ნიშნები უნდა ყოფილიყო, მაგრამ დემოკრატია არ დგება. პირიქით. ავტოკრატიული ნიშნები კიდევ უფრო მყარდება. და ამან გამოიწვია გარკვეულწილად ჯერ კრიზისი არა, მაგრამ დაფიქრება იმისა, თუ როგორ მართალია თუ არა ეს სისტემა. შემდეგ უკვე არის, შემდეგ იწყება 2008 წლის ომი. 2008 წლის ომი იყო ერთ-ერთი ფაზა, საქართველოს რუსეთის ომზე არის საუბარი, სადაც რუსეთი უკვე აქტიურად გამოდის. უბრალოდ 2008 წლის ომამდე იყო ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს იყო კოსოვოს აღიარება და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის აი ისეთი უხეში დარღვევა, როგორც პრაქტიკულად აქამდე დანიშვიათად თუ არსებობდა. და დაერღვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი თვითონ დასავლეთის მხრიდან, მათ მიაჩნდათ, რომ ეს ლოკალიზებული იქნებოდა, მაგრამ ნათელი იყო, რომ ამას არ დაუშვებდნენ სხვა ძალები. სამწუხაროდ ეგ ჩვენზე განხორციელდა ეს და რუსეთმა შემდეგ ცნო აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ოლქები ან რეგიონები, ესე ვთქვათ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ეს იყო პირველი გამოწვევა, დასავლეთის წინააღმდეგ, ეგრეთ სამხედრო ძალით, რომელიც განახორციელა რუსეთმა. მაგრამ 2008 წლის ომზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო 2008 წლის სოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ამ კრიზისის შედეგად ის პრინციპი, თავისუფალი ბაზრის პრინციპი, ნეოლიბერალური პრინციპი აღმოჩნდება სერიოზულ კრიზისში. ანუ ის რაც 1987 წელს მოხდა, ისე მძიმედ არა, როგორც მაშინ მოხდა, მაგრამ მაინც მძიმედ ჯონ ჯონსის ინდექსის ვარდნის შემდეგ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიზისი, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ლიბერალურ ეკონომიკის მოდელს, როგორც ესეც. და რასთავარია ამ კრიზისის შედეგად ხუთი სახელმწიფო, ბრიქსის ხუთი სახელმწიფო, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა აღმოჩნდა მოგებული და ისინი არ აწარმოებდნენ ნეოლიბერალურ ეკონომიკას, ხო შეიძლება ითქვას, რომ კი ბატონო, რუსეთი იყო ნეოლიბერალური მაშინ, მაგრამ მაინც ჰქონდა რაღაც თავისებურებები, მაგრამ აჩვენა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩინეთის ფაქტორი, რომელმაც აჩვენა, რომ სულ არაა საჭირო თავისუფალი ბაზარი, სახელმწიფო ძალიან ეფექტურია და ამ პროცესში ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ის, რომ ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი იმსხვრევა კრიზისში ან დასავლეთი კრიზისში შედის და იწყება შემდეგ უკვე ჯაჭვური რეაქციებით უკვე სხვა კრიზისები. ამას მოყვება უკვე ის, რომ აქამდე მარგინალური მარქსიზმი, აქამდე მარგინალური ესე იგი პოლიტიკური ძალები და იდეები ამოტივტივდება კვლავ და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდება მარქსის კაპიტალი. მაგ პერიოდში დაიწყება გამოსვლები, მასობრივი გამოსვლები და ეს მასობრივი გამოსვლები
ყველას გვახსოვს ეს არის დაიკავე Wall Street-ი და ჩვენურად 99%-ის გამოსვლები, სადაც მასობრივად ადამიანები გამოდიოდნენ Wall Street-ის წინააღმდეგ, ბიზნეს და ეკონომიკური ელიტის წინააღმდეგ და ნათელი გახდა, რომ საზოგადოებაში შეერყა რწმენა და ფაქტობრივად ნეოლიბერალური ეკონომიკა არ აჩვენებს იმ შედეგებს, რა შედეგებსაც ის პირდებოდა. ელიტებს შეეშინდათ საზოგადოება იმ ეტაპზე შეკრული ჩანდა, იყო იმის საშიშროება, რომ ყოველ შემთხვევაში ეგ არ იყო ჯერ რევოლუციური ძალა, მაგრამ იყო იმის საშიშროება, რომ ეს რო გაგრძელებული იყო, ესენ შეიძლება ჩამოყალიბებული იყვნენ ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც სულ სხვა რეალობას შექმნიდნენ. ამიტომ ლიბერალებმა გადაწყვეტეს ძალიან უხეში და ამავე დროს ძალიან ცფიერი პოლიტიკის გატარება. ეს ცფიერი პოლიტიკის არსი მდგომარეობს იმაზე, რომ ჩვენ ხედავთ, როგორ ხდებოდა უკვე კულტურული აიდენტარიზმის ვოუქიზმის პოლიტიკის გაცოცხლება. ვოუქიზმის პოლიტიკა ის იყო პრინციპში მთლიანად აგებული ერთ მნიშვნელოვან რამეზე. ჯერ ინდოეთმა აჩვენა, რომ თუ კი კასტებათა საზოგადოება დაყოფილი და დაშლილია ესე და მნიშვნელოვან ნაწილად, დიდი რევოლუციები ესეთ საზოგადოებაში არ ხდება. ამიტომ საზოგადოების დაშლა გენდერის მიხედვით, კანის ფერის მიხედვით, რაღაცა იდენტობის მიხედვით, ხო? მოკლავს რევოლუციას. ამიტომ დიდმა კომპანიებმა, ჰოლივუდმა, Netflix-მა და სხვადასხვა დიდმა კორპორაციებმა გადაწყვიტეს ეწარმოებინათ ვოუქიზმის პოლიტიკა, კულტურული პოლიტიკა, დაიწყო რაღაც სიგიჟეები, რაც დღემდე ჩვენთან აქტუალურია, იმისთვის რომ რევოლუციური ძალები შეეჩერებინათ. და დაიწყო კულტურული დეგრადაცია იმისთვის, რომ რევოლუციური ელემენტი, ან თუნდაც ესე თქვა, ევოლუციური ელემენტი შეჩერებულიყო და ძველ ელიტებს შეენარჩუნებინათ საკუთარი პოლიტიკა, საკუთარი ძალაუფლება. მათ ისინი არაპირებდნენ დოვლათის გადანაწილებას, ისინი არაპირებდნენ სოციალური სამართლიანობის პრინციპის აღიარებას ან აღდგენას და ამიტომ რასაც ყოველთვის ისტორიაში ესეთი ძალები აკეთებენ, ეს არის წავიდნენ რაღაც უკიდურესობისკენ, საზოგადოების პრიმიტივიზაციისკენ. თავდაპირველად ჩვენ ხედავდით ევროკავშირის სახელმწიფოებში, როგორ მოდიოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური მემარცხენე ძალები და როგორ ცდილობდნენ ისინი რეფორმების გატარებას. მაგალითად, ჩვენ ნახეთ საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი, ჩვენ ნახეთ ასევე ციპროსის ალექსის ციპროსის ეკონომიკური მეთოდები, რომ მათ უნდათ რაღაცა რეფორმები ჩაეტარებინათ მემარცხენეებს. მოკლედ, მემარცხენეების აღმავლობის შედეგად საჭირო გახდა რაღაცა იმპერიალური მოდელების მოშლა. ყოველ მათ ესე მოუნდათ, მაგრამ დამარცხდნენ. მემარცხენეები დამარცხდნენ, გადაუღრიხეს კისერი მემარცხენეებს და მემარცხენეებმა რეალურად ვერ გაატარეს ის რეფორმები, რაც მათ უნდათ. ისინი აღმოჩნდნენ სერიოზულად დამარცხებულები. აი ამის შემდეგ, როდესაც მემარცხენეები მარცხდებიან, როდესაც ჩავარდა მემარცხენე, ესე ვთქვათ, მე რევოლუციას ვერ უწოდებ ამას, მაგრამ რეფორმაცია, მემარცხენე რეფორმაცია, იმისთვის რომ რაღაც გადარჩენილი იყო მთელი რიგი ეკონომიკები, მთელი რიგი დემოკრატიული ინსტიტუტები და ასე შემდეგ. ამის შემდეგ პოლიტიკურ სცენაზე გამოდიან ის ძალები, რომელიც ძალებიც იყვნენ აქამდე მარგინალური ძალები. ეს იყვნენ მემარჯვენე ძალები, კონსერვატიული მემარჯვენე ძალები, რომლებიც იწყებენ კულტურულ ომს. ეს თითქოს კარგია ელიტებისთვის, იმიტომ რომ ეკონომიკურ პოლიტიკას ისინი არ შეეხებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი სერიოზულად არ უყურებდნენ ზოგადად ეს მემარჯვენეების გაძლიერებას, გვახსოვს, როდესაც
ტრამპმა პირველად იყარა კენჭი, ისინი დაცინოდნენ ამას. საუბრობდნენ იმაზე, რომ ტრამპი ვერ შეძლებს რეალურად პრეზიდენტად გახდომას, როდესაც გახდა პრეზიდენტი, დაიწყო კიდე ერთი სიგიჟეების ტალღები. მაგრამ პირველ პრეზიდენტობის დროს ტრამპმა ვერ მოახერხა ის, რაც მას უნდოდა. მას პრინციპში მეორეჯერ გაუყალბეს არჩევნები, რომ მოქმედი პრეზიდენტი დაბლოკეს სოციალურ ქსელებიდან, გაუყალბეს არჩევნები, მოკლედ სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. და შემდეგ მოდის ბაიდენი, რომლის დროსაც ორი მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. ერთი მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, როდესაც ისინი ამერიკელები გავლენ ერაყიდან, უბრალოდ ავღანეთიდან და ავღანეთის სამარცხვინო გასვლის შედეგად ჩვენ ვიხილეთ თვითმფრინავებიდან როგორ ცვიოდა ხალხი და მოხდა გეოპოლიტიკური რაღაც რწმენის ამერიკის როგორც ესე იგი გეოპოლიტიკურად ძლიერი ძალის რწმენის უძლეველი ძალის რწმენის დაკარგვა. რასაც მალევე მოყვა ომი უკრაინაში და ჩვენ აი ამ პროცესებში ხედავდით და გვეგონა რომ აი აქ სანქციები, ეკონომიკური ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო დასავლეთის რომ რუსეთი მალე გატყდებოდა. არა თუ არ გატყდა, აღმოაჩინეთ რომ ეს ყოფილა გოლიათი თიხის ფეხებზე და ამის მიზეზი იყო სწორედ ის, რომ ელიტარული კრიზისი და ლიბერალური დემოკრატიის მთელი რიგი თავისებურებებმა საზოგადოება და სახელმწიფოები მიიყვანა სერიოზულ კრიზისამდე. მოდით ჩამოთვალოთ ახლა კვლავ რა პროცესები იყო, ანუ ეს იყო პირველ რიგში ის, რომ 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ეს იყო საკუთარი საგარეო პოლიტიკის არა ესე ვთქვათ რაციონალური და რასთავარია დამანგრეველი პოლიტიკა და რასთავარია ლიბერალურმა დემოკრატიამ ვერ შეასრულა ის დაპირებები, რაც სამყაროს მიცა 90-იან წლებში, რომ თუ კი ყველა გაატარებდა ლიბერალურ რეფორმას, კეთილდღეობა მოვიდოდა. არ მოვიდა კეთილდღეობა, მოვიდა უფრო მეტი უსამართლობა, მოვიდა უფრო მეტი ნგრევა, უფრო მეტი ესე ვთქვათ პრობლემები მოიტანა და საბოლოოდ თვითონაც ჩაიძირა ეს ცენტრი ამ პრობლემებში. ჩვენ ახლა დღეს ვცხოვრობთ გარკვეულწილად კაპიტალიზმის კრიზისის პერიოდში, როდესაც მე ვსაუბრობ კაპიტალიზმზე და პოსტკაპიტალიზმზე, მე არ გულისხმობ იმას, რასაც მარქსი გულისხმობდა, არ მოდის არანაირი სოციალიზმი სამწუხაროდ, არამედ მოდის უფრო უარესი რამ, ხშირ შემთხვევაში მას უწოდებენ კიბერ ფეოდალიზმს ან რაღაცა მსგავს და ჩვენ ხედავთ გარკვეულწილად ლიბერალურ ინსტიტუტების კრიზისს დღეს და ხედავთ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, როდესაც მან მეორეჯერ გაიმარჯვა, როგორ დაიწყო ამ ლიბერალური ინსტიტუტების, რომელიც კრიზისებს ქმნიდა მარტო დემონტაჟი. ანუ ნახეთ, ლიბერალიზმის კრიზისი გამოწვეული იყო როგორც ეკონომიკური კრიზისით, ისე გეოპოლიტიკური კრიზისით, ისე კულტურული კრიზისით, ისე სოციალური კრიზისით. არ არსებობს სფერო, სადაც ლიბერალიზმმა არ გამოიწვია რაღაცა კრიზისი. ყველგან ლიბერალურმა სისტემამ გამოიწვია კრიზისი. მან კრიზისი გამოიწვია კულტურაში, მან კრიზისი გამოიწვია იდეოლოგიაში, მან კრიზისი გამოიწვია განათლებაში, მან კრიზისი გამოიწვია დიპლომატიაში, მან კრიზისი გამოიწვია ეკონომიკაში. ამის შემდეგ იწყება უკვე მსჯელობა და უკვე პროცესი, რომ ძველს უკვე ვეღარ მიუბრუნდებით. ანუ ის რწმენა, რაზეც ფუკუიამა საუბრობდა 90-იან წლების ამერიკაზე, აქ ჩვენ ვეღარ დავბრუნდებით, ვერავინ ვერ დაბრუნდება მათ. ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობაში უკვე არა მარტო სხვა პოლიტიკური სისტემები, არამედ სხვა ცივილიზაციებმაც თავი წამოყვეს. ჩინეთმა წამოყო თავი ინდოეთმა
წამოყო თავი რუსეთმა, წამოყო თავი სხვადასხვა მიმართულებით, საუბარია ბრაზილიაზე, ბრაზილიას ჯერ არ არის ისე ძლიერი, რომ მან რაღაც ესეთი ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ ის ძლიერდება და სხვა რეგიონები ხდება უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი რეგიონები, მაგალითად აფრიკიდან. აფრიკა, რომელიც იყო პრინციპში ევროპის გავლენის ქვეშ, ევროპელები კარგავენ თავიანთ პოზიციას აფრიკაში. და რასთავარია, თვითონ ცენტრში, ეს არის ევროპა, ეს არის შეერთებული შტატები, ლიბერალიზმი განიცდის სერიოზულ კრიზისს. ჩვენ ერთი შეხედვით ჩამოყალიბდა, ეს რო დავარქვათ, ხო? ჩამოყალიბდა ლიბერალური ოლიგარქიული დასავლური სისტემები, ეს არის აბსოლუტურად ოლიგარქიული სისტემები და ჩამოყალიბდა ავტოკრატიული დემოკრატიები, ესე ვთქვათ. ხო, ანუ ავტოკრატიები, რომელსაც დემოკრატიული ფორმები აქვთ. პუტინის რეჟიმი იქნება თუ ეს იქნება ჩინეთის რეჟიმი, ესენი არიან ავტოკრატიული დემოკრატიები. და ეს ორი სისტემა, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ორივე კაპიტალისტურია, რაღაც მხრივ დავეთანხმები, მაგრამ კაპიტალისტური ელემენტები რო გაქვს, ეგ არ ნიშნავს, რომ კაპიტალისტური ხარ, მაგრამ ხო, რუსეთის შემთხვევაში რა თქმა უნდა, ჩინეთის შემთხვევაში კიდე სხვა რაღაცა. მაგრამ ჩდება კიდე ერთი ფაქტორი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ფაქტორი არის ტექნოლოგიური ომი და ის, რომ ტექნოლოგიები უკვე აღარ არის დასავლეთის მონოპოლიის ქვეშ. ხელოვნური ინტელექტისთვის ბრძოლა და ასე შემდეგ და ყალიბდება სხვა ტიპის სახელმწიფოები, სხვა ტიპის სუბიექტები, სხვა ტიპის ელიტები და აი ამ სხვა ტიპის ელიტებს ვეღარ უწევს უკვე წინააღმდეგობას ის ძველი ლიბერალური, ავტოკრატიული ან ტექნოკრატიული, ესე ვთქვათ, ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც დღეს ევროპაში არის, რომელიც დასავლეთში არის, იმის მათ არ აქვთ კომპეტენცია, მათ არ აქვთ პოლიტიკური ნებელობა, ესე ვთქვათ, და ფაქტია, რომ ჩვენ დღეს დასავლეთში ვუყურებთ ელიტების კრიზისს. ეს გამოწვეული იყო პირველ რიგში იმით, რომ მათ დაიწყეს გაუბრალოება, ანუ საზოგადოების გაუბრალოება, მათ ეგონათ, რომ თუ კი საზოგადოების დონეს დააგდებდნენ ქვემოთ, ისინი შეძლებდნენ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას, მაგრამ ესე არ მოხდა. პირიქით, ეს ბუმერანგივით დაუბრუნდა ელიტებს, ელიტებმა ვერ შეინარჩუნეს საკუთარი სიმაღლე და საზოგადოების დეგრადაციის, ელიტებმაც დეგრადაცია განიცადეს. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რაღაც ახალ პერიოდში, მე არ მაქვს რაღაცა ესეთი დასაიმადებელი პროგნოზები, რაც შეიძლება იყოს, მაგრამ პროცესის აღწერასაც აქვს თავისი მნიშვნელობა. მე ესე ვხედავ ამ რეალობას, ამ ლიბერალური კრიზისის რეალობას, შეიძლება თქვენ ცოტა სხვანაირად ფიქრობთ. მოკლედ, იმის თქვა მინდა საბოლოო ჯამში, რომ ლიბერალებს ჰქონდა კრიზისის რამოდენიმე ეტაპი და ყველა ეტაპზე ლიბერალიზმი განიცდიდა გარკვეულწილად დეგრადაციას. ამ ყველა კრიზისს ემატება, რა თქმა უნდა, იდენტობის კრიზისი. რელიგიურობა გაქრა დასავლეთში, ეს არის კვაზირელიგიურობა, ეს არის მდგომარეობა, რომელიც აღარ იძლევა რაღაც იმის საშუალებას, რომ შეიქმნას ძლიერი მეტაფიზიკური რაღაცა ცენტრები, აღარ იძლევა ეს. ახალი ტიპის ადამიანი შეიქმნა, მეგა მომხმარებელი, რომელსაც აღარ უნდა თავის გაწირვა, არც სამშობლოსთვის, არც არავისთვის და შიდა ბარბაროსი უკვე შექმნილია, მოკლედ. აი ამ პროცესში რთულია გადაწყობა, ამიტომ მე რაღაცნაირად გადაწყობის იდეას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. მოკლედ, იმედია საინტერესო იყო, კვლავ გავიმეორებ, დაწერეთ კომენტარები, ვისაუბროთ ამ საკითხზე. მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.